მოგესალმებით მეგობრებო, მე და ჩემი არხი კეტო მეგობარი. დღეს გვაქვს კეტო სასუსნოების დღე. მოვიარე მოკლედ მაღაზიები, ვეცადე რომ სხვადასხვა სახეობის კეტო მეგობრული პროდუქტები შემერჩია, რომლებიც სასუსნოად შეიძლება გამოდგეს. არა მარტო სასუსნოები, არამედ ისე სხვადასხვა პროდუქტები შევიძინე, რასაც ზოგადად კეტო დიეტაზე მივირთმევთ ხოლმე. და დღეს მინდა კიდე გესაუბროთ ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც შეგვიძლია კეტო დიეტაზე გამოვიყენოთ და რომელზე ყურადღებაც აქამდე არ გამიმახვილებია. სხვა შორის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სასარგებლო პროდუქტებია ესენი. პირველი ყველაზე უფრო მეტად გამოყენებადი კეტოზე არის მწნილეული. ნებისმიერი კეტო მეგობრული ბოსტნეულისგან მომზადებული მწნელი შეგიძლიათ რომ მიიღოთ კეტო დიეტაზე და უფრო მეტიც. კეტო მეგობრული ბოსტნეულისგან მომზადებული მწნელი კიდევ უფრო დაბალ ნახშირწყლოვანია და წმინდა ნახშირწყლების შემცველობა უფრო ნაკლებია, ვიდრე თვითონ ამ ბოსტნეულში ცოცხალის სახით. უშაქროთ უნდა იყოს მწნილეული აუცილებლად დამზადებული და თუ სახლში გაქვთ მომზადებული მწნილეული, კიდევ უფრო მეტად ჯანსაღი და სასარგებლოა. და თუ მაინც გინდათ რომ მაღაზიაში დაფასებული მწნილეული შეიძინოთ, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება ინგრედიენტებს. სხვა შორის ერთი ასეთი მე შევიძინე, იონჯა, კიტრის მწნელი არის ეს. ეს კიტრის მწნელი არ შეიცავს შაქრებს, დანამატის სახით და არც ხელოვნურ დამატკბობლებს. სიმართლე გითხრათ, ბაზარზე არსებული მწნილეულის 80-90% შეიცავს შაქრებს ან ხელოვნურ დამატკბობლებს. მოკლედ რო გითხრათ, კეტო მეგობრული მწნილეული არ უნდა შეიცავდეს შაქრებს და ხელოვნურ დამატკბობლებს. კონკრეტულად ამ ბრენდის კიტრის მწნელის იონჯას შემადგენლობას წაგიკითხავთ. ინგრედიენტები: ქორფა კიტრი, წყალი, ძმარი, მარილი, წითელი წიწაკა, ნიორი, ნატურალური ნიურის არომატი. აი მეც არაფერს არ შეიცავს. ესეთი სახის მწნელი შეგვიძლია რომ მივიღოთ კეტო დიეტაზე. თუ მაგალითად დამატებით ექნება ან შაქარი, ან ხელოვნური დამატკბობელი, როგორიც არის მაგალითად დექსტროზა, მალტოდექსტრინი, მალთიტოლი და კიდევ ბევრი სხვა არაჯანსაღი, არასასარგებლო ხელოვნური დამატკბობლები. მსგავსი ტიპის შემცველობით მწნილეული არ იყიდოთ. ჯობია ისევ სახლში მოამზადოთ და ჯანსაღად იკვებოთ. მოდი გავსინჯოთ ახლა თვითონ გემოზე როგორია ეს კიტრის მწნელი და გაგიზიარებთ აზრს. გავხსენი. ცუნი აქვს ძალიან სასიამოვნო. გემრიელია მართლა და ეტყობა აშკარად რომ შაქარი არ აქვს შიგნით. მართლა ძალიან სასარგებლო იქნება ეს კიტრის მწნელი. მოკლედ მეგობრებო, თუ ხართ კეტო დიეტაზე, შეგიძლიათ აი ეს კიტრის მწნელი გამოიყენოთ. მოკლედ შეიძლება ამ ბრენდის მქონე სხვა მწნილეულიც უშაქრო იყოს, მაგრამ მაინც ყოველი შემთხვევისთვის თუ გადაწყვიტავთ ყიდვას კეტო დიეტაზე მწნილეულის, აუცილებლად ინგრედიენტებს მიაქციეთ ყურადღება. ინგრედიენტები არის ჩვენთვის კეტო დიეტაზე ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი პროდუქტის შერჩევისას. სხვათა შორის მეგობრებო, პირველად ვნახე კეტო დიეტაზე მწნილეული, რომელიც არ შეიცავს შაქრებს. დღეიდან ამის მომხმარებელი გავხდები, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა. საკმაოდ მჟავე გემო აქვს, სიტყვა საერთოდ არ აქვს, ანუ ზოგადად როგორც აქვს ხოლმე კიტრის მარინადებს მოტკბო გემო, ეგეთი არ აქვს ამას, იმიტომ რომ ბუნებრივია შაქარს არ შეიცავს და მასეთი გემო ვერ ექნება, მაგრამ არის ძალიან მაგარი გემრიელი მჟავე. მოკლედ მეგობრებო, მინდა რომ გაგიზიაროთ კეტო მეგობრული მწნილეულის ნახშირწყლების შემადგენლობის სია. ყველაზე უფრო მეტად დაბალ ნახშირწყლოვანი მწნილეული არის კიტრის მწნელი, ასევე ყვავილოვანი კომპოსტოს მწნელი, ბროკოლის მწნელი, უფრო მეტად მაღალ ნახშირწყლოვანი არის სტაფილოს მწნელი და ნიურის მწნელი. თუ სტაფილოს ან ნიურის მწნელის გამოყენებას გადაწყვიტავთ, აუცილებლად უნდა მიიღოთ მცირე რაოდენობით. ან საერთოდ არ მიიღოთ ჯობია, თუ მანდამაინც არ გინდათ რომ მთელი დღის ნახშირწყლების მარაგი შეივსოთ ამ მწნილეულით. მწნილეულის სია გამოჩნდება ვიდეოს მსვლელობისას, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს მონაცემები და ამ მონაცემების მიხედვით იხელმძღვანელოთ.
მეგობრებო, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი კეტო დიეტაზე, რაც აუცილებლად უნდა მიიღოთ, არის ვაშლის ძმარი. აუცილებლად უნდა იყოს უშაქრო და გაუფილტრავი. შეგიძლიათ სახლის პირობებში მომზადოთ. ძალიან მარტივია ვაშლის ძმრის მომზადება და თუ ახლო მომავალში გავაკეთე, აუცილებლად გაგიზიარებთ ვაშლის ძმრის რეცეპტსაც. თუ არა და ბიომაღაზიებში იყიდება სპეციალურად გაუფილტრავი უშაქრო ვაშლის ძმარი და შეგიძლიათ ის ვაშლის ძმარი შეიძინოთ. როგორც უკვე გითხარით, დღევანდელი დღის თემა არის სასუსნავები და მინდა გაჩვენოთ თხილეული. მე შევიძინე დღეისთვის სუპრემოს მიწის თხილი და ასევე შევიძინე ფისტაშკები. აი ეს მარილიანი ფისტაშკები. თხილეულთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ 80-90% რაც კი რამე შემოხვედრია თხილეული, აი ასეთ კონსერვის ქილებში შეიცავს არაჯანსაღ ზეთებს დანამატის სახით და უმეტესწილად ყველა შეიცავს პალმის ზეთს, რომელიც არის ძალიან არასასარგებლო და არასასურველი ზეთი, მოკლედ. თუ თხილეული შეიცავს პალმის ზეთს ან მსგავსი არაჯანსაღ ზეთებს, არავითარ შემთხვევაში არ იყიდოთ ეგეთი ზეთი. გინდა იყოს მაგალითად სიმინდის ზეთი, არ აქვს მნიშვნელობა, არანაირად არ არის ეგენი სასარგებლო. სუპრემოს მიწის თხილი არ შეიცავს არანაირ დანამატებს. ინგრედიენტებში უწერია მიწის თხილი 94% და მარილი. მეც არაფერს არ შეიცავს აი ეს სუპრემოს მიწის თხილი. ასევე მეგობრებო, ფისტა. ფისტას ინგრედიენტები სად არის? ნახოთ, ინგრედიენტები: ფისტა, მოხალული, მარილი, პროდუქტი მზაარის მოხმარებით. არც ეს ფისტა არ შეიცავს დანამატების სახით მცენარეულ ზეთებს. ასევე იყიდება მაგალითად მარილიანი ნუში, ქეშიუ და სხვადასხვა თხილეული. ყოველთვის, როდესაც მარილიანი მოხალული თხილეულის ყიდვას გადაწყვიტავთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ინგრედიენტებს. ინგრედიენტებში უნდა იყოს მხოლოდ კონკრეტულად ეს თხილეული, რასაც ყიდულობთ და მარილი. მეტი არაფერი არ უნდა გქონდეს დანამატის სახით. თუ გინდათ, რომ ჯანსაღი თხილეულით იკვებოთ. ეს რაც შეეხებოდა თხილეულს. ასევე მე შევიძინე მეგობრებო დღეს ყველის სასუსნავები, ეს ალბათ ყველას გაგისინჯავთ. შებოლილი სულგუნის ყველი. შებოლილი სულგუნის ყველის ინგრედიენტები არის 99.9% ძროხის პასტერიზებული რძე, კალციუმის ქლორიდი, ბაქტერიოლოგიური დედორძის შემადგენელი. მოკლედ ეს შეიცავს აბსოლუტურად ნატურალურ პროდუქტებს. შეგიძლიათ რომ მიიღოთ. თან ძალიან გემრიელია, დარწმუნებული ვარ გაგისინჯიათ და იცით რამდენად გემრიელია და კიდევ სხვათა შორის დღეს აღმოვაჩინე აი ეს პროდუქტი. ეს როგორც მივხვდი არის გადამუშავებული ყველი, სხვათა შორის შევიძინე ნიკორაში და შეიცავს ლორს. ინგრედიენტებს რაც შეეხება, ამ პროდუქტის ინგრედიენტები არის ყველი, წყალი, კარაქი, ლორი, 7% მოხდილი რძის ფხვნილი, მარილი, არომატიზატორები, ემულგატორები. ასევე შეიცავს კოლაგენის გარსიო, ალერგენები, ყველი, კარაქი, უბრალოდ კარაქის შრატი, მოხდილი რძის ფხვნილი და всё მეტი არაფერი. ამ პროდუქტის 100 გრამ შემადგენლობაზე ნახშირწყლები არის 17 გრამი, თვითონ არის 75 გრამი. შესაბამისად, მთლიანადაც რო შეჭამოთ, 17 გრამ ნახშირწყლს ვერ მიიღებთ, მაგრამ სასურველია რომ მთლიანად არ შეჭამოთ, იმიტომ რომ ნახშირწყლებს მაინც შეიცავს. მოდი გავსინჯოთ და ვნახოთ როგორია. აი ეს გამოიყურება. შებოლილი სულგუნის ყველის სუნი აქვს და ოდნავ ლორის. შენ პატარა ნამცეცების სახით არის ლორი. თითქოს გადამუშავებული მდნარი ყველის სტრუქტურა აქვს, ოღონდ უფრო მყარია. გემრიელი არის ნამდვილად. შეგიძლიათ ეს პროდუქტი ჭამოთ კეტო დიეტაზე, თუმცა დიდი რაოდენობით არა, რა თქმა უნდა. ზოგადად, როდესაც დაფასებულ პროდუქტს ყიდულობთ, ყოველთვის უნდა მიაქციოთ ყურადღება პროდუქტის 100 გრამ შემადგენლობაში არსებული ნახშირწყლების ოდენობას და იმის შესაბამისად შეიძინოთ. დღეისთვის მეგობრებო, მე შევიძინე ასევე მარილიანი ანჩოუსები, ალბათ ყველა ძალიან გიყვართ თევზი და მარილიანი თევზი მე ძალიან მიყვარს პირადად. ინგრედიენტები ამაში არის
ანჩოუსი 85% და მარილი 15%. ანუ რეალურად მეც არაფერს არ შეიცავს. სხვათა შორის ამ ბრენდს ჰქონდა სხვა თევზის პროდუქტებიც, მაგრამ ისინი შეიცავდა შაქრებს დანამატების სახით. მხოლოდ ეს არ შეიცავდა შაქარს, ამიტომ თუ კეტოზე ხართ, შეგიძლიათ ეს პროდუქტი შეიძინოთ. ეს პროდუქტი ვერ გეტყვით, პირველად ვიყიდეთ ხო? ხშირი მომხმარებელი ვარ მართლა ამისი, თუმცა გავსინჯავ კიდევ ერთხელ და გაგიზიარებთ აზრის. აი ასე გამოიყურება მეგობრებო, თავი არ აქვს. შეგიძლიათ ეს პირდაპირ ჭამოთ, გაფრთხმა გარჩევა არაფერი არ ჭირდება, არის ძალიან მარილიანი და სავარაუდოდ ბევრ წყალსაც მოგანტომებთ. მართლა ძალიან გემრიელია და გირჩევთ ესეც შეიძინოთ და გასინჯოთ. და კიდევ დღეისთვის თევზი. მაქვს ტუნას თევზი, ალბათ ესეც გასინჯული გექნებათ. სიმართლე გითხრათ, სხვა თევზის კონსერვები ყველა ან ტომატში, ან ზეთში არის გაკეთებული. თინუსიც აქვთ ხოლმე ზეთში, მაგრამ ეს არის თინუსი მარილ წყალში. ანუ ინგრედიენტების სახით მეგობრებო, აი ეს თინუსი შეიცავს მხოლოდ თინუს 70%-ია, წყალი 28% და მარილი 1%. ეს არის აბსოლუტურად კეტო მეგობრული. თან ძალიან სასარგებლო ჯანსაღი თევზი თინუსი რა ძალიან კარგია ვიცით და შესაბამისად ეს პროდუქტი შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ კეტო დიეტაზე. ეხლა გავხსნი და ამის გემოსაც გაგიზიარებ. აი მეგობრებო, ესე გამოიყურება. გემრიელია ძალიან. თუ არ გაგისინჯავთ, აუცილებლად იყიდეთ და გასინჯეთ. სხვა ბრენდებსაც აქვს ეს თევზი მარილ წყალში და შეგიძლიათ შეიძინოთ. თუმცა არ უნდა იყოს რა თქმა უნდა ზეთში. ზოგადად ზეთი კი არ არის ცუდი, უბრალოდ არაჯანსაღ ზეთებში აკეთებენ და მის ყველა თვისება იკარგება ფაქტიურად და ის არაჯანსაღი ზეთი ჩვენს ორგანიზმზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ამიტომ უნდა იყოს ან მარილ წყალში, ან ჯანსაღ ზეთებში. ჯანსაღი ზეთი კიდე არის ზეითუნის ზეთი და ზეითუნის ზეთს ახლა აქ ამ პროდუქტში არ გამოიყენებენ. რომ გამოიყენონ ეს პროდუქტი ორჯერ ძვირი ეღირება, ბუნებრივია. მეგობრებო, მაიონეზის შესახებ მინდა გითხრათ ერთი რაღაც. რეალურად მაიონეზი არის კეტო მეგობრული, ოღონდ არა მაღაზიაში ნაყიდი მაიონეზი, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი არაჯანსაღი დანამატია და ზეთის სახითაც არაჯანსაღ ზეთებს იყენებენ. შეგიძლიათ სახლის პირობებში მოამზადოთ ჯანსაღი მაიონეზი, კვერცხით, ზეითუნის ზეთით, მარილით, ლიმონი შეგიძლიათ დაამატოთ, ლიმნის წვენი და რა ვიცი, ძმარსაც ამატებენ ხოლმე, ვაშლის ძმარი შეგიძლიათ დაამატოთ ნატურალური და არის ძალიან სასარგებლო და ჯანსაღი. გამოიყენებთ ნებისმიერ პროდუქტში, მაიონეზი ან სალათებსაც უპრობლემოდ მოამზადებთ, ასე რომ მაიონეზის შეზღუდვა არ არის კეტო დიეტაზე რეალურად. უბრალოდ მაღაზიაში არ იყიდება სასარგებლო ჯანსაღი მაიონეზი, თორემ მაიონეზი არ არის ცუდი პროდუქტი. მე კიდევ ძალიან მიყვარს ესე უბრალოდ ხაჭოს ჭამა. აი ეს ხაჭო ვიყიდე დღეს. სანტინოს ხაჭო, სხვათა შორის დილაობით ჩემი დილის დესერტი არის ხაჭო და არაჟანი. ზოგჯერ ვუმატებ ხოლმე კეტო მეგობრულ კენკრას, ან მარწვს, ან ჟოლოს, მით უმეტეს ზაფხულში, როდესაც კენკრის სეზონია, შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ. ხაჭო და არაჟანი ერთად ძალიან გემრიელია, დილით უზმოზე, თან ძალიან ენერგიაზე მოყავხარ და ისედაც ძალიან სასარგებლოა. და კიდევ მინდა გითხრათ, რომ შევიძინეთ დღეისთვის ლიკანი. ზოგადად კეტო დიეტაზე მინერალური წყალი შეგვიძლია მივიღოთ, რადგან ის არ შეიცავს შაქრებს, არაჯანსაღ დანამატებს და რეალურად არის ძალიან სასარგებლო ჩვენი ორგანიზმისთვის. კონკრეტულად ეს მინერალური წყალი ლიკანი შეიცავს ალუბლის და ბროწეულის დანამატებს, მაგრამ შაქარი არის 0. და არა მარტო შაქარი, არამედ ეს პროდუქტი, რამდენადაც მე წავიკითხე ინგრედიენტები, არც ხელოვნურ დამატკბლებს არ შეიცავს და საერთოდ სიტკბო არ აქვს ამ ლიკანს. უბრალოდ არომატების სახით აქვს ალუბალი და ბროწეული. ინგრედიენტები არის მინერალური წყალიო, ნახშირორჟანგი, ალუბლის და ბროწეულის ნატურალური არომატიზატორები. და კიდევ რა წვენის 0% შაქარი, 0% კალორიულობაო, ანუ არც ნახშირწყლებს შეიცავს, არც ცხიმებს, არც შაქარს, აი არაფერს არ შეიცავს
მარილს შეიცავს 0.12%-ით. გავსინჯავ, არასდროს გამისინჯია ეს. ადრე ერთხელ მაქვს მხოლოდ ლიმის არომატით გასინჯული, ეს კონკრეტულად ალუბლის და ბროწეულის არომატით არ გამისინჯია და ეხლა გავსინჯავ. აუ, ძალიან მაგარი გემოა. იმის ფონზე, რომ ჩვენ კეტო დიეტაზე წვენს ვერ ვსვავთ, იმიტომ რომ წვენი შაქრიანი იქნება თუ უშაქრო, მაინც არაჯანსაღი და არასასარგებლოა. შაქრიანი თუა, იმიტომ არ შეიძლება რომ შაქარ შეიცავს, უშაქრო თუა, იმიტომ არ შეიძლება რომ არაჯანსაღ ხელოვნურ დამატკბობლებს შეიცავს ხოლმე. თუმცა თუ მაგალითად ნახავთ ბაზარზე ისეთ წვენს, რომელიც არის დატკბობილი კეტომეგობრული დამატკბებლებით, როგორიც არის ერითრიტოლი, ქსილიტოლი ან სტევია, მაშინ შეგიძლიათ ასეთი ტიპის წვენები მიიღოთ. ხოდაშორის ერთი წვენი ნახე კიდეც ჩინურ მაღაზიაში იყო, ერითრიტოლით იყო დატკბობილი, მაგრამ მას შემადგენლობაში ხელოვნური დამატკბებელიც ჰქონდა. უმეტესწილად მაინც ხელოვნური დამატკბებლით ატკბობენ, იმიტომ რომ ძალიან ძვირი ჩნდება ზოგადად ბუნებრივი კეტომეგობრული დამატკბებლები. რეალურად დღევანდელ ვიდეოში უნდა მესაუბრა კეტომეგობრულ პროდუქტებზე და აქ წარმოდგენილი კეტომეგობრული პროდუქტების გარდა კიდევ არის კეტომეგობრული ფქვილები, კეტომეგობრული დამატკბებლები და კეტომეგობრული სხვადასხვა სნექები, რომლებიც შეგიძლიათ ბიომაღაზიებში ან კეტომეგობრულ მაღაზიებში შეიძინოთ. კეტომეგობრული ფქვილები არის მაგალითად ქოქოსის ფქვილი, ნუშის ფქვილი, სელის ფქვილი, სეზამის ფქვილი. სხვადასხვა ვაპირებ ბიომაღაზიიდან ამ პროდუქტების გამოწერას, ასევე მინდა გამოვიწერო კეტომეგობრული დამატკბებლებიც და აუცილებლად გადავიღებ ვიდეოს კეტო ფქვილებზე და კეტო დამატკბებლებზე. ბიომაღაზიებში ასევე ძალიან ბევრი სხვა სასარგებლო პროდუქტები იყიდება, ნუშის რძე, ქოქოსის რძე, ქოქოსის კარაქი. ასევე იყიდება კეტო შოკოლადები, რომლებიც არის დატკბობილი ერითრიტოლით. კეტო წვენებიც არის ხოლმე, კეტო საღეჭი რეზინი და ძალიან ბევრი სხვადასხვა პროდუქტებია. თუ უშუალოდ კეტომეგობრულ მაღაზიაში შეხვალთ, კეტოგენ წერტილი არის ესეთი მაღაზია, სადაც ყველაფერი კეტომეგობრულია, იქ უბრალოდ არ დაგჭირდებათ პროდუქტების არჩევა, თუმცა არის ასევე სხვა ბიო ონლაინ მაღაზიები, სადაც კეტომეგობრული პროდუქტებისთვის ცალკე გვერდი არის გამოყოფილი და უშუალოდ იმ გვერდზე უნდა გადახვიდეთ, რომ კეტომეგობრული პროდუქტები შეიძინოთ. სხვა პროდუქტებიც იყიდება ხოლმე იქ და ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ არ შეიძინოთ ისეთი პროდუქტი კეტოზე, რასაც არ ვჭამთ. ეს რაც შეეხება კეტო დიეტას, მაგრამ კეტო დიეტის გარდა ზოგიერთი ადამიანი იცავს დაბალნახშირწყლოვან დიეტას. დაბალნახშირწყლოვან დიეტას რაც შეეხება, დაბალნახშირწყლოვან დიეტაზე შეგიძლიათ წვენები მიიღოთ, დაბალნახშირწყლოვანი ხილის წვენები, ოღონდ სახლის პირობებში ფრეშად შეგიძლიათ ჩამოწვროთ და დაამზადოთ და დაალიოთ. უბრალოდ კეტოზე უკვე მაგებს ვერ ვსვავთ. აი წარმოიდგინეთ ახლა ალუბალი 100 გრამ შემადგენლობაზე 11 თუ 12 გრამ ნახშირწყალს შეიცავს. ახლა ალუბლის წვენი 100 გრამიდან 100 გრამი წვენი არ გამოვა. ბევრად მეტი ალუბალი დაგჭირდება იმისთვის, რომ 1 ჭიქა, ანუ 100 გრამი ალუბლის წვენი ჩამოვწვროთ. ბუნებრივია 1 ჭიქა ალუბლის წვენი უკვე გადააჭარბებს დღიურ 20-30 გრამიან ლიმიტს და შესაბამისად ჩვენ გამოვთ კეტოზიდან. ამიტომ კეტო დიეტაზე არ არის რეკომენდირებული ხილის წვენების მიღება, მაგრამ თუ თქვენ ხართ დაბალნახშირწყლოვან დიეტაზე, რომლის ფარგლებშიც დღის განმავლობაში მაქსიმუმ 150 გრამამდე ნახშირწყალი შეგიძლიათ მიიღოთ, ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ სახლში დაწვროთ დაბალნახშირწყლოვანი ხილის წვენები და მიიღოთ ფრეშის სახით. ეს უკვე სასარგებლო იქნება თქვენთვის. მაღაზიებში მაინც არ იყიდება ისეთი ჯანსაღი წვენები, როგორიც ესე რეკლამებში ჩანს ხოლმე. მოკლედ მეგობრებო, დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო. აუცილებლად ძალიან მალე გადავიღებ ბიომაღაზიის unboxing-ის ვიდეოს და გაგიზიარებ კეტომეგობრულ პროდუქტებს და სხვადასხვა კეტომეგობრულ დესერტებსაც შემოგთავაზებთ საზაფხულოდ. ამიტომ თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, თუ მოგწონთ ეს კონტენტი და დაინტერესებული ხართ ჯანსაღი კვებით, მაშინ აუცილებლად გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.